როგორ უნდა გადავიდნენ ქართული ტელეკომპანიები ციფრულ მაუწყებლობაზე ამ საკითხზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. კომისიის წარმომადგენლება ტელეკომპანიებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს რამდენიმე მოდელი წარუდგინეს და იმსჯელეს, როგორ უნდა გადანაწილდეს რესურსები და რა რეჟიმში განხორციელდება მაუწყებლობა 2015 წლის ივნისიდან, როდესაც ქართული ტელესივრცე ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. განიხილეს რეკომენდაციებიც, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს სთავაზობს. მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გადაცემების მფლობელობის საკითხმა გამოიწვია, რომლებმაც მაუწყებლობის სიხშირის გავრცელება უნდა უზრუნველყო. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ არსებობს სხვადასხვა მოდელები, შეიძლება მაუწყებელი დარჩეს მხოლოდ სამაუწყებლო პროდუქციის მწარმოებელ პირად და უკვე სიხშირის გავრცელება ამ კონტენტის საზოგადოებამდე მიტანა განახორციელოს სხვა კომპანიამ. ასევე არსებობს მოდელები, როდესაც მაუწყებელთა ჯგუფი არის, ასე ვთქვათ, ქსელის მფლობელი და ერთობლივად ახორციელებენ თავიანთი სამაუწყებლო სიგნალების მიტანას საზოგადოებამდე. შეიძლება კონკრეტული მაუწყებელიც იყოს სიხშირების მფლობელი. ციფრული მაუწყებლობის ბუნება ისეთია, რომ ერთ გადამცემს შეუძლია უკვე გადაცეს არა ერთი სიგნალი, ერთი ტელევიზიის მიერ წარმოებული სიგნალი, არამედ რამდენიმე ტელევიზიის მიერ წარმოებული სიგნალი. შესაბამისად დგება საკითხი, ვისი არის ეს გადამცემ. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ის იმდენ კონტენტს აწარმოებს, მე გულისხმობ თავს პირველ, მეორე და მესამე არხს, რომ მას მთლიანად შეუძლია შეავსოს თავისი კონტენტით ერთი გადამცემი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი მოხდეს ისე და დაიდოს ისეთი კონცეფცია, რომელთაც არ დაზარალდებიან დღეს არსებული მაუწყებლები და ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს გამოთავისუფლებული სიხშირები და გაჩნდეს რაც შეიძლება მეტი მაუწყებელი ამ ქვეყანაში. თუმცა სამწუხაროდ მაქვს ეჭვი, რომ კომისიის დღევანდელი შემადგენლობა ამაში არ არის დაინტერესებული.